განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, თუ როდის არ შეიძლება რომ გაკეთდეს მხედველობის ექსიმერ ლაზერული კორექცია. მაგალითად, როდესაც პაციენტს აქვს მაღალი ხარისხის ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი. უხეშად რომ ვთქვათ, -7-ზე მეტი ან +5-ზე მეტი, როდესაც აქვს პაციენტს, დიდი ალბათობით მას არ გაუკეთდება ლაზერული კორექცია. თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური, შეიძლება თქვენ გქონდეთ -2 და მაინც არ იყოთ კარგი კანდიდატი ლაზერული კორექციისთვის. ყველაფერი წყდება ინდივიდუალურად მაღალ ტექნოლოგიური კვლევების დახმარებით. მნიშვნელოვანია რომ განსაზღვროთ რქოვანის სისქე, რქოვანის სიმეტრიულობა, ამოზნექილობა, წინა და უკანა ზედაპირების აგებულება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება კეთდება თუ არა თქვენ შემთხვევაში ლაზერული კორექცია და რამდენად უსაფრთხო იქნება ეს თქვენს შემთხვევაში. თუ პაციენტს აღენიშნება თვალის რამე დაავადება, მაგალითად უვეიტი, ასაკობრივი ცვლილებები, კატარაქტა, გლაუკომა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, რამე რქოვანის დაავადება, რომელიც არის ან თანდაყოლილი, ან შეძენილი, მაგალითად რქოვანის დისტროფია, ან რქოვანის გადატანილი ანთება, რომელმაც დატოვა ნაწიბური ან შემრღვევა რქოვანა გარსში. ასევე მინდა ხო ასაკობრივ შეზღუდვებს. თუ პაციენტს აქვს მინუსი და ის კიდევ პროგრესირებს, ოპერაციას ვერ გავაკეთებთ, სანამ მინუსი არ დასტაბილურდება. მინუსის შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 18-20 წლის ასაკში. თუ ვსაუბრობთ ჰიპერმეტროპ, ანუ პაციენტებზე, ვისაც აქვს პლუსი, მაშინ ოპერაციის გაკეთება შეიძლება კარგ კანდიდატებში 9-10 წლიდან, თუ ბავშვი არის ფსიქოლოგიურად მზად და არის მონდომებული და ასევე მისი მხედველობა არის სტაბილური და მონაცემები არ იცვლება დროთა განმავლობაში. თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს მეორე, მესამე ან მეოთხე სტადიის კერატოკონუსი ან ნებისმიერი სხვა რქოვანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს რქოვანის გათხელებით, რა თქმა უნდა, თქვენ ლაზერული კორექცია ასევე ვერ გაგიკეთდებათ.